აქ სამი ძირითადი სადაო ზონაა, სადაც პეკინი და ნიუ-დელი ზუსტად ვერ თანხმდებიან, სად გადის მათ შორის საზღვარი. პირველი ქაშმირის რეგიონია, ტერიტორია, რომელსაც ვერ იყოფენ ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი. ქაშმირის ნაწილს, რომელსაც აქსაი-ჩინი ქვია, ჩინეთი აკონტროლებს, თუმცა ინდოეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. მეორე სადაო რეგიონია ინდოეთის შტატი არუნაჩალ-პრადეში, რომელსაც ჩინეთი მთლიანად საკუთარ ტერიტორიად აცხადებს და სამხრეთ ტიბეტს უწოდებს. მესამე კი ამ ორ დიდ სადაო ზონას შორის სხვა, შედარებით მცირე კონფლიქტის კერებია. ამიტომ ჩინეთ-ინდოეთის საზღვრის რუკაზე ასახვა პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია, თუმცა არა სი ძინპინისთვის. 2023 წელს პეკინმა გამოაქვეყნა ახალი სტანდარტული რუკა, სადაც ინდოეთთან სადაო ტერიტორიები ჩინეთის ნაწილადაა მონიშნული, რასაც ინდოეთში მოჰყვა პროტესტი. ნაციონალისტური განწყობები ორივე ქვეყანაში ძლიერია და არავის არ მოეწონება ტერიტორიის დათმობა სხვა ძალისათვის. ეს არც რომელიმე ლიდერის რეიტინგზე აისახება დადებითად, ამიტომ ინდოეთიც და ჩინეთიც ძირითადად სტატუს კოს ინარჩუნებენ. პრობლემის ნაწილი კოლონიურ პერიოდსაც უკავშირდება. მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბრიტანულ რუკებზე საზღვარი სხვადასხვაგვარად არის გავლებული, ზოგ შემთხვევაში საზღვარი ნათლად არც კი ჩანს. მაგალითად 1947 წლის რუკაზე, როდესაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. აქ ტიბეტიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმ დროს ტიბეტი ერთგვარ ბუფერულ ზონას წარმოადგენდა ინდოეთსა და ჩინეთს შორის და ფაქტობრივად დამოუკიდებლად არსებობდა, როგორც ამას იმ პერიოდის მრავალი რუკა გვიჩვენებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა გასულ საუკუნეში ტიბეტზე სრული კონტროლი დაამყარა, 1950 წელს ტიბეტში დაიწყო აჯანყება, რომელიც ჩინურმა ძალებმა სწრაფად ჩაახშეს. ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამა კი ინდოეთში გაიქცა, რამაც პეკინი კიდევ უფრო გააღიზიანა. ამის შემდეგ ინდოეთსა და ჩინეთს შორის მცირე შეტაკებები გახშირდა. ამ ყველაფერმა საერთო საზღვარზე შეთანხმების პერსპექტივა კიდევ უფრო გართულა და მას შემდეგ საკითხი ბოლომდე არც მოგვარებულა. დღევანდელ Google-ის რუკებზე ეს სადაო ნაწილები წყვეტილი ხაზებითაა მონიშნული და ამ პირობითი საზღვრის ორივე მხრიდან 10,000-ობით სამხედროა განლაგებული. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.